გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრებიც ერთვებიან, მაგრამ თავმჯდომარეობის კანდიდატის გარეშე. რას ნიშნავს ეს? ვის დაუჭერენ მხარს სიფას წევრი ადვოკატები და როგორ ესახებათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ერთპიროვნული მართვის დასრულება და კოლეგიალური სისტემის შექმნა გამოცდილ უფლებადამცველებს. წერტილის კითხვებს დღეს იურიდიული ფირმა BLC Law-ს მმართველი პარტნიორი ქეთი ქვარცხავა უპასუხებს, რომელიც საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარეც არის და არჩევნებშიც მონაწილეობს. კერძოდ, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში წევრობის კანდიდატად არის რეგისტრირებული. ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციაში არჩევნები 14 დეკემბერს სტარდება. ასოციაციის თავმჯდომარეობა სულ 6 კანდიდატს სურს, მაგრამ მათგან 3 განსაკუთრებით აქტიურობს, ესენია ირაკლი ჩომახაშვილი, ირაკლი ყანდაშვილი და მუხრან ღურწკაია. სამივეს მიზანია ასოციაციის თავისი გუნდით დაკომპლექტება. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია კი იმით არის განსხვავებული, რომ სიფა აყენებს კანდიდატებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში, ეთიკის კომისიასა და სარევიზიო კომისიაში სულ 9 ადვოკატი დარეგისტრირდა, რომელთა ოფიციალური წარდგენა დღეს იყო, მაგრამ არ ეყოლებათ, როგორც უკვე ვთქვი, თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატი. სიფასთვის მნიშვნელოვანია ერთი გუნდის მმართველობის ნაცვლად კოლეგიალური ალიანსის ტიპის მმართველობის ჩამოყალიბება. ასე ხსნიან სიფაში შემავალი 20-მდე იურიდიული ფირმის წევრები საკუთარ გადაწყვეტილებას და აღნიშნავენ, რომ მათი მიზანია ადვოკატთა ასოციაცია ჩამოყალიბდეს ისეთ ორგანიზაციად, რომელსაც არ მოერიდება მთავრობის კრიტიკა, ვინც არ უნდა იყოს მმართველობაში, როდესაც საკითხი მართლმსაჯულებას, ადამიანის უფლებებს და ადვოკატის პროფესიას შეეხება. რა რეფორმები სჭირდება ადვოკატთა ასოციაციას, როგორ უნდა გაძლიერდეს ქვეყანაში ადვოკატის პროფესია, ხდება თუ არა ქვეყანაში უკვე ადვოკატიც დასაცავი და როგორ წარმოუდგენიათ ეს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციაში სიფას თავმჯდომარე ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატი ქეთი ქვარცხავა გვერდდება პირდაპირ ეთერში. საღამოშდებს. მოგესალმებით თელარ. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ცოტა დაუგეგმავად კი აღმოჩნდა BMG ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების გაშუქების ეპიცენტრში, ასე ვთქვათ, მაგრამ როგორც ამბობენ ინვესტორები, ინვესტიციებს თამამად დებენ იქ, სადაც სიმართლეა დაცულიო და სიმართლის დაცვის მთავარი აქტორები კი ხართ თქვენ, ამიტომ ძალიან არა BMG-ურ ვითარებაშიც არ ვართ. პირველ რიგში მინდა მომიყვეთ, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, როგორც ჟურნალისტად არწმუნებული ვარ ადვოკატებსაც, რატომ არ გყავთ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატი, ამდენი ცნობილი და სახელიანი ადვოკატების გაერთიანებას. კი ბატონო. პირველი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად, როდესაც ერთი და იგივე გუნდი აკომპლექტებს მთლიანად ორგანოებს, ხდება თავმჯდომარის, ასევე აღმასრულებელი საბჭოს ეთიკის კომისიის, სარევიზიო კომისიის დაკომპლექტება და გამოდის, რომ ერთი და იგივე გუნდი, ერთი და იგივე ხმა ისმის ყველგან, მათ შორის საჯაროდ, როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისგან, მას არ ყავს მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც განსაზღვრავდა ფუნქციებს ადვოკატთა ასოციაციას მისცემდა სწორ მიმართულებას, ესეც მისი გუნდის წევრია და რას თორია სარევიზიო კომისიას, რომელმაც უნდა შეამოწმოს წესით მათი საქმიანობა, ისიც ამ გუნდის წევრია. ანუ ეს საერთოდ აბსურდული სიტუაციაა, როდესაც მთლიანად მთელი ეს ორგანოები კონტროლდება ერთი და იგივე გუნდის მიერ და ეს უკვე ვნახეთ წლების მანძილზე. 10 წელიწადზე მეტია უკვე მსგავსი სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში, როდესაც ადვოკატთა ასოციაციას მართავს ერთი გუნდი, აკონტროლებს იგივე გუნდი, ეთიკის კომისიას მართავს იგივე გუნდი და ასე შემდეგ. ეს სრულიად წარმოუდგენელი საკითხია. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ აუცილებელი და საჭიროა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დასახელება, მაშინ როდესაც არის გარკვეული კონკურენცია, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატებთან, არიან ადამიანები, რომელთან მუშაობაც შესაძლებელია. შესაბამისად, ჩვენ, როგორც ჩვენი კანონმდებლობით ადვოკატთა შესახებ, ასევე შიდა წესდებით და სხვა დებულებებით, თვითონ აღმასრულებელი საბჭო განსაზღვრავს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის პრინციპებს, მიმართულებებს, გადაწყვეტილებებს, ძირითადად იღებს საბჭო.
შესაბამისად ეს არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. სიფას პრიორიტეტებზე ვიდრე ვისაუბრებთ, როგორც უკვე ვთქვი, ამ დროის მონაცემებით 6 კანდიდატი არის რეგისტრირებული, მათგან 3 აქტიურობს. ეს არის ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი, მუხრან ღურწკაია, სამივეს მოვუსმინე ამ გადაცემაში, სამივეს ხედვაც მოვისმინე, გეგმები, მადლობა. რომელი კანდიდატი მიიღებს სიფას წევრი იურიდიული ფირმების მხარდაჭერას სამარჩევნებზე? ჩვენ გვაქვს უკვე კომუნიკაცია ორ კანდიდატთან, ბატონ მუხრან ღურწკაიასთან და ირაკლი ჩომახაშვილთან, არჩევნების ჩატარების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ისტორიასთან დაკავშირებით, საომავლო ხედვებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჩვენი წევრები, ჩვენ არ გვაქვს იძულებითი უზურპაციული რეჟიმი, რომ რაღაცა ვაიძულოთ ადამიანები, რომ ხმამისცენ იმას, ვინც არ მოწონთ, ან მოწონთ. შესაბამისად, ჩვენი წევრები თავისუფალი არიან ცხადი არჩევანში, ნებისმიერ არჩევანში. რაც შეეხება პრიორიტეტებს, აი ხედვებში განსაკუთრებული ერთიანობა გვაქვს ირაკლი ჩომახაშვილთან. შესაბამისად, ჩვენი წევრებიც მიიღებენ შესაბამისად გადაწყვეტილებას. ისინიც უყურებენ, რა თქმა უნდა. თქვენ პირადად ისინიც ახავს. რადგან ასე საუბრობთ და მესმის სიფას სახელითაც შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ასე ვთქვათ, სიფა ორივე კანდიდატთან არის კოორდინაციაში, მაგრამ უფრო ირაკლი ჩომახაშვილის ხედვები იქიდან გამომდინარე. მე სამივეს მოვუსმინე და ღურწკაია და ჩომახაშვილი რაღაცებში ემთხვევიან. მოგახსენებთ, ჩვენ იმ ხედვაშიც ვემთხვევით, როდესაც არც მან და არც ჩვენ არ შევქმნით, არ შევიტანეთ სრული სიები. იმისათვის, რომ არ შევქმნათ იგივე პრეცედენტი, როდესაც ერთი გუნდი გადის ყველგან. ეს მოსაწონია ნამდვილად ჩვენს ხედვასთან კავშირშია პირდაპირ და ემთხვევა, ასე ვთქვათ, ჩვენს მიდგომას ამ საკითხის მიმართ, შესაბამისად ეს ძალიან მისასალმებელია. აქედან გამომდინარე და გარდა ამისა კიდე ის ხედვები ვთქვათ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, სწორ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო უფლებებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გადაკვეთის წერტილი, ეგ მინდა ვთქვა. კი ბატონო. ირაკლი ყანდაშვილთან რატომ არ ხართ კოორდინაციაში? რა არ მოგწონთ მის ხედვებში თუ მე რამდენადაც გავერკვი ამ თემებში და ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში გამოხმაურებებით წავიკითხე ადვოკატების მხრიდან, ყანდაშვილი გარკვეულწილად აფილირებულია ადვოკატთა ასოციაციის მოქმედ მენეჯმენტთან და ყველა საუბრობს რატომღაც პრობლემებზე, რომელიც ადვოკატთა ასოციაციაში არის. თქვენ თვითონ უპასუხეთ თქვენს კითხვას, სტელა რა. სწორად მივედი, ასეა? კი ბატონო. ანუ პერსონალურად არ გვაქვს არაფერი საწინააღმდეგო, მით უმეტეს ხა ირაკლის ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, ბევრი წელია, ჩემი კოლეგაა, ცხადია, არ ვაპირებ ხა კოლეგებზე უარყოფით კონტექსტში საუბარს და არც იმსახურებს. ზუსტად ეს არის პრობლემა ამ შემთხვევაში, რომ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად და სასარგებლოდ ჩვენი პროფესიისთვის, პირველ რიგში ადვოკატებისთვის ის, რომ ადვოკატთა ასოციაციის მენეჯმენტი იყოს ურყევი და უცვლელი წლების მანძილზე, მოიტანონ ეს სიები და აი ამ სიებით გავიდნენ ყველა ორგანოში და შემდეგ უკვე აღარაფერი კონტროლი არ ქონდეთ ადვოკატებს ამ პროცესზე და ეს ხდება 4 წლის მანძილზე, მოგეხსენებათ 4 წლით აირჩევა ორგანოები, შესაბამისად 4 წელი ძალიან დიდი ვადაა იმისათვის, რომ რაღაც შეიცვალოს და ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ სტრუქტურაში, ამ ორგანიზაციაში, სხვა ორგანიზაციებში საერთოდ ახალი სისხლი, ახალი ასე ვთქვათ, აზროვნება, ხედვები არის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ახალისებს ორგანიზაციას, ახალ ძალას მატებს, მიუთითებს შეცდომებისკენ, იმიტომ რომ შეცდომებს შეიძლება უშვებდნენ და უკვე ვეღარც ხედავდნენ, იმდენად იხარშებიან ერთ რაღაც ჩარჩოში, მით უმეტეს ზედმეტად მდუმარეც არის ეს ასოციაცია, ამიტომ ეს საკითხი ჩვენ ასე გადავწყვეტთ. თქვენ საარჩევნო გზავნილებშიც ამოვიკითხე ეს ფრაზა დავასრულებთ მდუმარე მმართველობას, როდესაც საკითხი ეხება მართლმსაჩულებას, ადვოკატის პროფესიას, ადამიანის უფლებებს, დავასრულებთ კლანურ მმართველობას. შეგიძლიათ უფრო მეტი გითხრათ, თუ მეტეს წარმოადგენთ, ასე ვთქვათ,
გამოცდილი, ძლიერი იურიდიული ფირმების ბაზარზე ორგანიზაციას, ხო? კი ბატონო. რა არის მთავარი პრობლემა? შეიძლება უკვე გამოცდილი იურიდიულ ფირმებს ნაკლებად გეხებოდეთ და გაწუხებდეთ, მაგრამ როდესაც დამწყები ადვოკატი ხარ, როდესაც გინდა ამ პროფესიაში, ამ ბაზარზე შენს გზა გაიკვალო, რა როლი აქვს ადვოკატთა ასოციაციას და რა არის ის, რაც ყველაზე მეტად არ მოგწონთ და მე უკვე თანდათან გადავიდეთ სიფასი პრობლემებს. დავიწყოთ იქიდან, რომ ადვოკატთა ასოციაცია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, თუ ყველაზე დიდი არა, პროფესიული თვითმართვადი გაერთიანება საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაკონტროლებს სახელმწიფო, ჩვენ ვაკონტროლებთ როგორც პროფესიაში შესვლას, ასევე პროფესიული საქმიანობის განხორციელებას და პროფესიიდან გაძევებას საჭიროების შემთხვევაში. ანუ ამ პროცესში არ ერთობა სახელმწიფო და ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი ჩვენი, რომ ჩვენ ასეთი კანონმდებლობა მოვიპოვეთ, რომ გვაქვს უფლება და საშუალება, რომ ჩვენ თვითონ ვაკონტროლოთ ჩვენი თავი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადვოკატთა ასოციაცია ამავდროულად არის ძალიან ძლიერი ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია ხმა, გააჩნია უფლება იმის, რომ ისაუბროს კანონმდებლობაზეც, რამდენად სწორია კანონმდებლობა, რამდენად სამართლიანია კანონმდებლობა, რამდენად სწორია მიმართულება, რომლითაც მიდის, ვთქვათ, ადამიანის უფლებებიც და ადვოკატის უფლებებიც მასთან ერთად. და ეს საკითხები არის პროფესიონალური, არავინ არ იფიქროს, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის აბსოლუტურად პროფესიონალური საკითხი. ეს საკითხი ეხება ყველას აბსოლუტურად. ყველა ადვოკატს და ჩვენი პროფესია თუ ასე ვთქვათ, არასწორად გაგრძელდა ადამიანის უფლებების მიმართულება, ჩამოგვერთვა ადვოკატებს გარკვეული უფლებები, ხო? უკვე ძალიან არათანაბარ უფლებებში არიან, მაგალითად, სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატი და პროკურორი, ხო? ანუ აქ ლაპარაკი ახლა რომ ხედავდი პროგრამებს, ვუყურებდით, რომ იყო ძალიან კოსმეტიკურ ცვლილებებზე რაღაცა. თქვა ტელეფონის შემიმოწმონ, არ შემიმოწმონ, ის შემიმოწმონ, ანუ ზოგადად შემამოწმონ თუ არა, სკანერში გავიარო თუ არა, მანქანას არ დავაყენო და ასე შემდეგ. ყველა ეს ერთმანეთთან კავშირში არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტით. ადვოკატის უფლება არ არის გათანაბრებული პროცესის სხვა მონაწილეების უფლებებთან. პროკურორი თუ მაგალითად მანქანით შევალ ამაზად კართან და აყენებს სასამართლოში, აიტანს ტელეფონს, აქვს განსაკუთრებული კომუნიკაცია სასამართლოსთანაც ასე შემდეგ. ასეთი უფლებებით ადვოკატი არ სარგებლობს. შესაბამისად, ჩვენ არ შეიძლება ვისაუბროთ ამოგლეჯილად რაღაცაზე, ხო? ანუ კოსმეტიკური ცვლილებების დრო, როცა მორყეულია ფუნდამენტი არ არის. აქ არის რა არის ის ყველაზე მეტად მორყეული ფუნდამენტი, რაც როგორც ადვოკატს შინაარსია მორყეული. გაწუხებთ. შინაარსია მორყეული. ცივილურ ქვეყნებში, სადაც ეს საკითხი არის გააზრებული და დიდი ხნის განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში გააზრებული. პროკურორიც და ადვოკატიც იდეაში არის ადვოკატი, რომელიც ერთ შემთხვევაში ემსახურება დაზარალებულს და მეორე შემთხვევაში ემსახურება ბრალდებულის ინტერესებს. ანუ ყველას აქვს დაცვის უფლება, ხო? ანუ მასაც, ვისაც ბრალსდებენ რაღაც დანაშაულის ჩადენაში და მასაც, ვინც დაზარალდა გარკვეული დანაშაულის შედეგად. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში როდესაც პროკურორი დაზარალებულს წარმოადგენს ამ შემთხვევაში და ადვოკატი ყავს ბრალდებულს, ორივეს უნდა კონდეს თანაბარი უფლებები. არ შეიძლება რომ ერთს მიცე თოხი და მეორეს მისცე რაღაცა კომბაინი და უთხრა რომ ერთნაირი რაოდენობის მოსავალი აიღოს. შეუძლებელია, ხო? ანუ ჩვენ პრაქტიკულად თოხი მოგცეს ხელში. ადვოკატი დღეს თოხი მისცეს. თოხი გვიჭირავს და თოხის ტარზე ვკამათობს და ეხლა, არა არის სწორი. ანუ უნდა ვთქვათ რა არის გასაკეთებელი. გასაკეთებელი ასაღებია მთლიანად ფუნდამენტურ უფლებების საკითხი და ეს უფლებები არის გასათანაბრებელი სარკისებურად. აი მაშინ გაკეთდება საქმე. თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რომ მოდი ტელეფონს შევიტან და ერთი ზარის უფლება მომეცი და ვიდეო გადაღების უფლება მომეცი ან არ მომეცი ან კომპიუტერი შევიტანო თუ არა, ესეც კი სახვეწარი გვაქვს, ეს უკვე. ამაზეც მინდა ვისაუბროთ სხვათა შორის მობილურების შეტანის აკრძალვის თემაზე, მაგრამ მოგვიყევით მეტი სიფარასაპიროს. თქვათ მე გვიყურებს ახლა ადვოკატი ან გვიყურებენ ადვოკატები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ თავმჯდომარეობის კანდიდატებიდან ვის მისცენ ხმა თქვენი ორგანიზაციის პოზიციაც გასაგებია, მაგრამ როდესაც დგება საკითხი ეთიკის კომისიას, არევიზიო კომისია, აღმასრულებელი საბჭოს დაკომპლექტებაზე, აქაც ესე წარმოვიდგინე, იქნება ბიულეტენი და ჩამონათვალი, სიფას თავისი წევრები ყავს 19 კანდიდატი, სხვებს თავისი. რატომ უნდა დაგიჭირონ თქვენ მხარი? როგორც ერთ კანდიდატს და მთლიანად სიფას კანდიდატებს.
კარგი შეკითხვა ძალიან და ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში რომ ადვოკატები მოვიდნენ არჩევნებზე და ისინიც ვინც თვლიან რომ შეიძლება ეს მათ არ ეხება ან რაღაც მსგავსი გაიაზრონ მათაც რომ რაღაც მომენტში ყველაფერი ყველას გვეხება და აუცილებელია ისეთი ასოციაციის ყოლა ზურგს უკან რომელიც ნამდვილად დაიცავს მათ ინტერესებს და არ იქნება კონფორმიზმით დაკავებული. ჩვენ არ ვიქნებით კონფორმიზმით დაკავებული, ეს არის პირველი. ანუ ჩვენ აუცილებლად მოქმედი კონფორმიზმით არის დაკავებული. მე ასე ვფიქრობ, ჩემი აზრია, ასე რომ მე მგონი ასეთი შთაბეჭდება რჩება უმეტესობას. ნებისმიერ შემთხვევაში ხა ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია და არავინ არ ამბობს იმას, რომ აი რაღაცა განსაკუთრებით პოლიტიკაში ჩავერთოთ, არც watchdog-ი არ ვართ ხო, მაგრამ ვართ ორგანიზაცია, პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც იცავს თავის წევრებს და იცავს მათ უფლებრივ დონეზეც და პერსონალურ დონეზეც. როცა ისინი დასაცავები არიან. ეხლა მე მქონდა მაგალითად ინფორმაცია, რომ ადვოკატები იყვნენ დაკავებული და როცა მივიდა საქმე იქამდე, რომ მათაც ადვოკატები შეიძლება ყოლოდათ ან არა, ცხელხაზე გადაამისამართეს. რას ნიშნავს ახლა ეს ხო? ანუ რა ყურადღების მიქცევა, როცა ძალიან გეჩქარებოდა ცხელხაზე უნდა რეკო და იქ მოძებნო რაღაც. გაცილებით უფრო ქმედითი მექანიზმებია საჭირო იმისთვის, რომ პირველ რიგში ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებიც. არავის არ დაავიწყდეს ეს და გვაქვს ყველა შესაბამისი კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები. ადვოკატის ხელშეშლა ისეთივე დასჯადი საქმიანობა საკითხია, როგორც ჟურნალისტისთვის ხელშეშლა. ეხლა რომელი როგორ ხორცელდება მე თემა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გვაქვს ეს უფლებები. ხო, ну ეს არის ალბათ ძირითადი და რაც შეეხება დანარჩენს, ის რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, ეს არ არის მხოლოდ სიტყვის მასალად ან საარჩევნო ლოზუნგებად ჩამოთვლილი. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაწუხებს და რატომაც ჩვენ გავდივართ ამ არჩევნებზე. ყველა ჩვენს მიერ წამოყენებული კანდიდატი არც ერთის მიმართ არ გვაქვს ღირებულებითი საკითხები. ვინ არიან შეგვიძლიათ რამდენიმე ჩამოვთვალოთ? ხა ზვიად კორძაძეს ვიცნობთ, გოჩა სვანიძეს ვიცნობთ, ხო, ცხადია. კახაწერეთელი, ну ეხა ყველას ჩამოთვალ გამეჭირდება. არც მინდა ვინმე გამომრჩეს, ამიტომ ნუ ჩავმოთვლევინებთ ძალიან გთხოვთ. სია აუცილებლად გამოქვეყნდება, კი ბატონო, ერთი რაც მინდა თქვა, რაც საერთოა ყველასთან, არის ის, რომ ჩვენ აი ამ კონკრეტული გუნდით იმიტომ გავდივართ, რომ შეგვიძლია თავი დავდოთ ნებისმიერის ღირებულებით სისწორეზე. ანუ ჩვენ არ ყავს არც ერთი წევრი აქ დასახელებული ხმების მოტანის მიზნით. ეს არიან ადამიანები, ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ, ახალგაზრდები, ვინც შემდეგ შემოგვიერთდნენ, ვისი აზრებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ღირებულია და ეს სია ზუსტად ამიტომაც გადავწყვიტეთ ესე ცალკე გასვლა, რომ არ გვინდა გქონდეს ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. არ იფიქროთ ისე, რომ ჩვენ ვინმეს ვაკნინებთ, ნამდვილად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კოლეგიალობა, მაგრამ კოლეგიალობა არ მერევა პირფერობაში. ამ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ეს ადამიანი, რომელიც ყავს სიაში, ჩემთან არის და გუნდის ყველა წევრი ერთმანეთთან არის ღირებულებით თანხვედრაში. ჩვენ არ გვაქვს განხეთქილება იმაში, რა არის მნიშვნელოვანი. ქვეყნისთვის რა არის მნიშვნელოვანი, ადვოკატის პროფესიისთვის და ყველა მათგანი ამ სიაში ჩაწერის და აქ მოხვედრის მიზანი არის ის, რომ ემსახუროს პროფესიას. თუნდაც ის 4 წელი და შემდეგ წავალ სახლში. კი ბატონო. ყველაფერი თუ კარგად იქნება. თანდათან ბოლოსკენ რომ წავიდეთ ჩვენ ინტერვიუს ნაწილში დავასრულებთ მდუმარე მმართველობასო ადვოკატთა ასოციაციაში ეს გიწერიათ საარჩევნო ტექსტში ამოვიკითხე. ბიზნესის დუმილზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამ სტუდიაში, ხან გვესმის, ხან არ გვესმის მათი და ასე შემდეგ, მაგრამ ადვოკატთა ასოციაცია რატომ და როდის დუმს, თუ სულ დუმდა? მე არა, იყო პერიოდი, როცა ესე არ დუმდა. და არ აკვირდებოდი წინა წლებში ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობას, მაგრამ აი ბოლო კვირებში, როცა თემა წამოიწია, შეიძლება კოსმეტიკური, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი კოსმეტიკური პრობლემა დაგროვდა, დიდ პრობლემად, რომ მობილურებს შემატანინებენ თუ არა პროცესზე, იმიტომ რომ იქ მედია გადაღება ისედაც კაიხანია აიკრძალა. ადვოკატთა ასოციაციას ჰქონდა პოზიცია, რომ ეს რაღაც დეზინფორმაციაა და ვესაუბრე ვიღაცას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და არის გეგმება, თუმცა პროაქტიულობა შენიშნათ ამ განცხადებაში. არა. პირიქით ამუნათებდნენ, შეიძლება უკვე თამამად თქვას, პროაქტიულობა არ არის მათ საქმიანობაში. დაწერა ამის პოზიცია არ არის მათ საქმიანობაში. ხოდა რატომ ზდუმ მან?
ну ახლა მე არ შემიძლია რა თქმა უნდა მათ ნაცვლად გიპასუხოთ რატომ ასეთი პოზიცია მათი პოზიცია რომ ძალიან ესე შვიდად წყნარად არავინ გააღიზიანონ რაღაც ძალიან არ გაღიზიანების პოლიტიკაში ვართ გადასული მაგრამ აქ არ არის გაღიზიანება აქ არის კოლაბორაციაზე ლაპარაკი აქ არის ოღონდ ჯანსაღ კოლაბორაციაზე და არა უარყოფით კონტექსტში აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ ის უფლებები რაც გვაქვს უნდა დავიცვათ იმიტომ რომ რას მოდი ვისაუბროთ იმაზე როდესაც ნებისმიერი კანონი როდესაც მიიღება ადამიანის უფლებებს როცა შეეხება ადვოკატებს როცა შეეხება ვსაუბრობთ იმაზე რატომ მიიღება ეს კანონი რა რაციონალია ამ კანონის მიღების უკან რას არ ღვევს ის რომ ადამიანს ადვოკატს ან ჟურნალისტს მაგალითად შეაქვს ტექნიკა ვთქვათ სასამართლო დარბაზში რაში უშლის ხელს მოსამართლეს უშლის ხელს პროცესის წარმოებაში ვთქვათ სადღაც ტელეფონი დაირეკა მოსამართლეს აქვს საშუალება რომ გააძევოს დარბაზიდან ადამიანი რომელიც უშლის ხელს მას პროცესის ჩატარებაში ადვოკატი რომელიც ჩვენ ახლა და სისხლის ადვოკატებიც ალბათ ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ახლა ჩვენ ოდესაც მრავალ მილიონიანი დავები მიგვაქვს სასამართლოში მილიონი ციფრები გვაქვს გაანგარიშებები გვაქვს ტომები დოკუმენტების ხო ახლა გამოდის რომ ჩვენ უნდა წავიდეთ ერთი მანქანა საბუთები მივიტანოთ ჩავეფლოთ ქაღალდებში, როგორც წარმოუდგენიათ თვითონ ამ პროცესი, როდესაც ჩვენ რაღაცა ყელამდე ქაღალდებში ვზივართ და ვიქექებით ქაღალდებში, როგორ ვიპოვოთ ის რელევანტური მასალები. რა თქმა უნდა, ამას ახლა ფიგურალურად ვამბობ, იმიტომ რომ იქ საქმის დამუშავება სხვანაირად ხდება და ვინიშნავთ კიდევაც, მაგრამ და ესე ხდებოდა რაღაც პერიოდის წინ, რომ უფრო რაღაცა მაგრამ ახლა უკან ხო არ წავალთ. ანუ პროგრესს მოაქვს რაღაც მოთხოვნები, რაღაცას ამარტივებს, რაც გამარტივდა უკვე ხარ შეიძლება უკან გაართულო. როცა იხმართ ადვოკატები ანუ როდესაც საუბარია რაღაც კანონის მიღებაზე, რომელსაც აქვს რაღაც რაციონალი, უნდა მოვისმინოთ რა რაციონალი აქვს, უნდა ვუპასუხოთ იმ რაციონალს, თუ ამაში არის სამართლიანი პრეტენზია და აქეთაც ჩვენ გვაქვს სამართლიანი პრეტენზია იმაზე, ადვოკატებს რამდენად ჭირდებათ ტექნიკური საშუალებები დარბაზში. მით უმეტეს ეს თქვენ რო წარმოიდგინოთ, ეხლაც რიგებია სასამართლოში შესვლაზე. მე ვერ წარმომიდგენია, რამდენი ხნით ადრე უნდა მივიდეთ მაგალითად საქალაქო სასამართლოში, რომ ეს ტექნიკური საშუალებები დაბინავდეს და ადამიანმა მოახერხოს შესვლა. შეუძლებელია. ეხლა ადვოკატები შევდივართ მოწმობას ვაჩვენებთ და შედარებით ლოიალურად გვექცევიან, რაზედაც მადლობელი ვარ, მაგრამ თუმცა ტექნიკის შესანახი კარადები უკვე ნაყიდია. ზოგადად უკაც მოლოდინი აქვს რომ არჩევნების შემდეგ შეიძლება უკვე ვთქვათ პრაქტიკაც ამოქმედდეს ზოგს უნდა უბრალოდ სჯეროდეს მაგალითად ირაკლი ყანდაშვილი ასე პასუხობდა რომ მინდა მჯეროდეს რომ ეს არ იქნება და არ ჩამოგვართმევენ ადვოკატებს მობილურს თუ სხვა ტექნიკას თქვენ როგორ კითხულობთ 76 დადგენილებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ქართულად წერია და მეც ესე გავიგე რომ გამონაკლისი ადვოკატებს არ გეხებათ. არანაირი გამონაკლისი არ არის იქ. რა იზამთ თუ ეს აკრძალვა შეგეხოთ ადვოკატებს? აი თქვენი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში ან შეიძლება ვერ გაიმარჯვოთ, მაგრამ როგორც ერთი ადვოკატის რეაქცია რა იქნება? ან რა უნდა იყოს ადვოკატის? ეს ასე არ დარჩება. ნუ ხა ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენ ძალაშია. ნუ მედია შევშფოთით, როცა გადაღება აგვიკრძალეს, მაგრამ მეტი ვერაფერი ვქენი. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე რა თქმა უნდა სამწუხაროდ ახლა არ არის ისეთი მართლმსაჯულება ქვეყანაში, რომელიც ეფექტურად, სწრაფად და სამართლიანად გადაწყვეტდა ასეთ საკითხებს, მაგრამ ეს არის საკონსტიტუციო თემა ყველაფერთან ერთად. და ეს უნდა გადაწყდეს ასევე როგორც სასამართლოების, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს. მუხრან ღურწკაიამ თავის კოლეგებთან ერთად, როგორც იცი, შეიტანა სარჩელი, თქო საკითხი მიიღებს თუ არა, მაგრამ პირველი და მესამე მუხლის გაუქმება და მოქმედების დროებით შეჩერებაც მოითხოვა. პირველ რიგში უნდა მოვითხოვოთ დამატება. კან შესაბამის აქტებში უნდა ჩაემატოს ის უფლებები, რომელიც ჩვენ უნდა გქონდეს, ხო? ანუ პირველ რიგში ეს არის, თუ უარი გვექნება ამაზე, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა გავასაჩივროთ და თუ ეს შეგვეხება, მით უმეტეს ამაზე ძალიან მწვავე რეაქცია უნდა გქონდეს ადვოკატებს და ესე უბრალოდ რაღაცა მივედის და ხო, ნუ ახლა მაშინ დატოვონ პროკურორებმაც ტელეფონი, რატო უნდა გქონდეს უბრალოდ პროცესის სხვა მონაწილეს? ხო, ანუ არა, ამ თემას გვერდს ვერ აუვლით, იმიტომ რომ არ შეიძლება პროცესის ერთ მონაწილეს გქონდეს იყოს აღჭურვილი სხვა უფლებებით და მეორე მონაწილეს სხვა უფლებებით და თანაბარ ბრძოლაში ჩავებათ, ხო? ანუ შეჯიბრებითობა პროცესში ორივე პროცესში სამოქალაქოშიც და სისხლშიც ძალიან სერიოზულ მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ეს არ არის მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ფრაზა.
შეჯიბრებითობა არის პრინციპი ორივე პროცესის. თუ მე შეჯიბრებითობაში მართმევ იარაღს, ასეთ შემთხვევაში შეჯიბრებითობა ირღვევა. კანონიც ირღვევა და ჩემი საკონსტიტუციო უფლებაც ირღვევა. ამიტომ ეხა კანონდარღვევით მიღებული რაღაც კანონქვემდებარე აქტები ცხადია იმ თავითვე გასაუქმებელია, მაგრამ გარდა ამისა კიდე არსებობს სხვა კონსტიტუცია რადგან ვახსენეთ ოცნებამ კონსტიტუციის 78 მუხლი დაარღვია თუ არა ეს პოლიტიკური კითხვაა, როცა იურის უსვამ ჟურნალისტი მაგალითად მე შეფასების საკითხია და ეს არის მოსაზრების საკითხი მეორეს მხრივ, ხო? ანუ შეიძლება სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვანაირად შეაფასოს. 78 მუხლი ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ სახელმწიფო ორგანოებს მოსთხოვს იმას, რომ იმოქმედონ ისე, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ასე შემდეგ. არის მოქმედებები, რომელშიც იკითხება, რომ 78 მუხლი არ არის შესრულებული. ყოველ შემთხვევაში მე მგონი ხა ამბობენ იგივე ადამიანები, ვინც ამ მოქმედებებში მონაწილეობენ, რომ მათი შექმნილია ეს მუხლი. ხო, საინტერესოა ისინი რას ფიქრობენ, არღვევენ თუ არა ამ მოქმედებით თავისი ისინი ამბობენ, რომ არ არღვევენ და ისევ ევროკავშირისკენ მივდივართო, მაგრამ ერთი ეს სხვა და მეორე საქმე ბევრი გვისაუბრია. ამ კონტექსტში არ მინდა ამაზე საუბარი, იმიტომ არ მინდა გამომივიდეს, რომ ჩემი გუნდის სახელით ჩემ აზრს ვაფიქსირებ. თუმცა მე რა თქმა უნდა ამაზე ევროკავშირისკენ ვერ მივდივართო წინა ინტერვიუში ჩვენ ამაზე ევროკავშირისკენ ამ მოქმედებებით ვერ მივდივართ. კი ბატონო, ძალიან ცოტა დრო გრჩება და კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ ჩვენი ინტერვიუ, რას ეტყოდით ადვოკატებს, მე როგორც თბილისში იმართება არჩევნები, ანუ მთელი საქართველოდან ადვოკატებმა აქ უნდა მოიყარონ თავი, ვინც ორჭოფობს, ვინც შეიძლება ძალიან როგორც ზოგადად ქვეყანაში როცა იმართება არჩევნები, მაშინაც კი ბევრი ადამიანი არ იცით რას მოვთხოვდი, რომ რატომ უნდა მოვიდნენ და დღეს რატომ არის განსაკუთრებული ეს არჩევნები, აი ამ გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის რაც ქვეყანაში გვაქვს. ეხლა ამ არჩევნებზე ადვოკატებს აქვს ძალიან კარგი არჩევანი. ხედავენ ვის რა პროგრამა აქვს, ვინ რას ამბობს რომ გააკეთებს, ხო? ანუ მათ აქვთ საშუალება შეცვალონ ის რაც არის. თუ ამ 4 წლის განმავლობაში დარჩება ისე ვის რაც არის, მაშინ მათ არ ექნებათ უბრალოდ მორალური უფლება, თუ არ მოვლენ და არჩევნებზე თავისას არ დააფიქსირებენ, მათ არ ექნებათ მორალური უფლება, რომ პრეტენზიები დააყენონ შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ თუ არ ვიმოქმედებთ და ჩვენ თვითონ არ მივიღებთ მონაწილეობას და ჩვენ უფლებას არ განვახორციელებთ, მაშინ ვიღაცისთვის ვალდებულების დაკისრება არის უკვე შეუძლებელი. დღეს ადვოკატის პროფესიაც, ადვოკატიც დასაცავი ხდება თუ გახდა ამ ქვეყანაში. სულ უფრო და უფრო, იმიტომ რომ ეგ მობილურის თემამდე იყო მე მახსოვს რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ადვოკატი დავით ჯანდიერი იმ საქმეზე გამოიძახეს მოწმედ, სადაც თვითონ არის. ჩვენ გავაკეთეთ კიდეც განცხადება ამ თემაზე. ასევე რამდენიმე დღის წინ BBC-ს გამოძიების შემდეგ საიას ადვოკატები უფლებადამცველებიც სუსმა დაიბარა ასევე გამოკითხვაზე. ადვოკატის უფლება აი ზუსტად იმას ამბობს, რასაც თქვენ ბრძანებთ. ადვოკატის უფლებები არის საფრთხის წინაშე, ამიტომ ამ საკითხს სჭირდება დაუყოვნებლივ მიხედვა. არ შეიძლება რომ ჩვენ გვიყურებდნენ ჩვეულებრივად ისე როგორც აი რაღაცა ჩვეულებრივად როგორც მოქალაქეებს ექცევიან, ისე გვექცევიან ჩვენ. ეს კი არ არის ჩვენ განსაკუთრებული მოქალაქეები ვართ, არ ვართ ჩვენ განსაკუთრებული მოქალაქეები. ჩვენ ვართ გარკვეული ცოდნით აღჭურვილი ადამიანები, ვისაც გვევალება ამ მოქალაქეების დაცვა და ცოტა მეტ უფლებებს ვიმსახურებთ, გვაქვს კიდეც ეს უფლებები და ყველამ პატივისცემით უნდა შეხედოს ამ უფლებებს. სხვა შემთხვევაში თუ არ არის ადვოკატი, პრაქტიკულად ახლა დღეს პრესკონფერენციაზე გააჟღერა ჩვენმა კოლეგამ, რომ ადვოკატი თუ არ არის იმ ქვეყანაში საზოგადოებაც არ შედგება. მართალია, საზოგადოება კარგავს უფლებებს ადვოკატთან ერთად. ადვოკატი არსებობს უკვე საუკუნეების მანძილზე, ხო? ანუ ძალიან დიდი ხანია შემოიღო კაცობრიობამ ადვოკატის ინსტიტუტი კონკრეტული მიზნით, რომ ადამიანების უფლებები იყოს დაცული, მაგრამ ეს ორი არის განუყრელი.
ადამიანის უფლებებიც ახლა თქვენი კითხვები რო იყო იმასთან დაკავშირებით, კანონებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ხო? თუ უსამართლო კანონების შემოღება ხდება, გვეხება თუ არ გვეხება ეს? მარტივი კითხვა, ხო? გვეხება თუ არ გვეხება? თუ ჩვენ ადამიანის უფლებებს ვეღარ ვიცავთ იმის გამო, რომ თვითონ კანონი, რომელიც შემოიღო ქვეყანამ, არის უსამართლო, ეს გვეხება, ეს იმთავითო გვეხება და ეს ამაზე გაჩუმება და გატარება და შემდეგ ამ კანონებით მოქმედება იმთავითვე არასწორ ვითარებაში გვაგდებს. ისე ერთი წუთი გრჩება სულ ადვოკატთა ასოციაცია, აი უსამართლო კანონები ახსენეთ და სამწუხარო ძალიან გრძელია ეს სია, ყველაზე ხშირად ვიშველიებ მაგალითს 5,000 ლარიანი ჯარიმა გზის გადაკეტვაზე ქვეყანაში, სადაც 1,300 ლარია მედიანური ხელფასი. უსამართლოა თუ სამართლიანი? აბსოლუტურად უსამართლო. ამ უსამართლო კანონებს ადვოკატთა ასოციაცია, როგორც ასოციაცია უნდა აფიქსირებდეს თუ არა? აუცილებლად უნდა აფიქსირებდეს და სხვათა შორის შედარებითი ანალიზი იქნებოდა ძალიან საინტერესო. თქვათ, უფრო გაცილებით უფრო მძიმე დარღვევებზე რამდენია სანქცია, ადმინისტრაციული ჯარიმა, როგორ შეიძლება, რომ 5,000 ლარი იმ გზაზე გადასვლაზე დააკისრო ადამიანს, რომელიც ისედაც ჩაკეტილია, ან გზის დაკეტვაზე, თუნდაც ჩაუკეტავი გზის დაკეტვაზე და 300 ლარი დააკისრო ან 250 ლარი დააკისრო მაგალითად სხვისი ქონების დაზიანებას. ადეკვატურია თქვენი აზრით? ჩემი აზრით არა. ხო, და უსამართლო. წერტილი რას დაგვსვით ამ ქვეყანაში? ან გნებოთ ადვოკატთა ასოციაციაში, რადგან თავარი თემა არჩევნებია. რა დავასრულოთ? წერტილი. უნდა დავასრულოთ კონფორმიზმი. ამოვიღოთ ხმა. შეკითხვებით იწყება ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა კეთი საინტერესო ინტერვიუსთვის. წარმატებები თქვენ გუნდს. მადლობა. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე ადვოკატი ქეთი ქვარცხავა. მე ხვალამდე გემშვიდობებით.